ვიწყებთ გადაღებას. ესე იგი. ეხლა რას ვაკეთებთ? ახლა ვაკეთებთ საბოლებელს. საბოლებელი მაგით რა მოვალეობას, რა ფუნქციას ასრულებს მაგი? ეს ფუტკარი ამრუებს და მე ცეცხლი რომ ჩაკიდებულია მაგ ცეცხლის აფერ შეიძლება ფუტკარს ამისლა. ბოლი გამოდის, ცეცხლი არ გამოდის. მაი რა ეცაწყობ ახლა შიგნით? ეს არის ფინის ნაგურა. და მხოლოდ მაგი შეიძლება, სხვა არაფერი არ შეიძლება მოგისკადა? შეიძლება ნახე ეს, ამას უფრო უკეთესი. მეტი კვამლი აქვს ალბათ. ძალიან საინტერესოა. მაგის შემდეგ მივდივართ ფუტკართან არა? ამის შემდეგ მივდივართ ფუტკართან. გასწარი გადახედავ. როგორ მდგომარეობაშია ფუტკარი? ახლა თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ როგორ იქნება, რა მდგომარეობაში იქნება და რომელთან უნდა მიხვიდეთ პირველად. და საიდან ვიწყებთ? ეს საბოლებელი გავაკეთო ესე. და კვამს რომ მიცე მე ფუტკარი აშობა ახლა. ფუტკარი ბრუნდება, მის პერის უნარი აღარ იკბინება ესე იგი. აღარ იკბინება. აჰა. როცა საბოლებელს აძლევ ფუტკარს, აძლევ ის ესტრაფება ღებულობს თავს. აჰა. მოზმექვის უნარი არ აქვს რომ იკბინოს. ფენაკი იქნება, მაგრამ ძალიან ნაკლები. ძალიან საინტერესო ყოფილა. ესე იგი უფრო მეტად თვითონ იმაში ვნახავთ. სამუშაო შესრულების დროს. იგიც საინტერესოა რომ ფუტკარი როგორ ღებულობს თავს და როგორ მოაქვს კაში მაგალითად. საჩვეულობს. აი, ნაკტარი, ხორცუნია. და რომელი ყვავილებზე მიდის უფრო ძირითადად? აკაციაზე მიდის ახლა რა? აკაცია რომელია, მიხარი? ეგ არის. ეგ არის აკაცია რა? ამის შემდეგ რა ყვავილი მოდის? ციტრუსი მანდარინზე ესე იგი. მანდარინი, ლიმონი, ფოთოხა. მე მოდის წაბლი, ცაცხვი და საინტერესოა ფუტკარი ახლა როგორ აგნებს, არ ერევას მათი გზა სახლებში რომ შედიან. მისი ორიენტაცია საიდან აქვს, გადის იმით ბრუნდება. ესე იგი სხვა ყუთში არ შევამოგი, რა? ვარიანტი არ არის, სხვა ხაში შევიდეს. მართლა საინტერესო ყოფილა. ესე იგი, ახლა რას ვაკეთებთ? ახლა ვაკეთებთ ჯერჯერობით საბოლებელს. უნდა მივიდეთ სკასთან. გავხსნათ უნდა. ხო, და რა უნდა ვნახოთ ახლა? ხო, რა მდგომარეობაში რაჭის, რასაკეთოთ ფუტკარი, აი. ზეიდან უფრო ლამაზია. აი, გაყოლება ასეთლად თქვენია რა? ხო. ძალიან შრომატევადია. ემჩნევა რა. და მარტო მუშაობთ ესე იგი. მარტო რა. ვინმე რომ აიყვანოთ და დაგეხმაროთ? ფუტკარი საერთოდ რამდენს გადის ახლა?
რადიუსი ყველაზე უკეთესი რადიუსი არის 3 კილომეტრი, 3 კილომეტრში. სანამ უკან დაბრუნება მოვასწრაში 3 კილომეტრი 3 კილომეტრი შეუულია რომ გავიდეს ესე იგი. 5 შეუძლია ამ 3 კილომეტრი კაი რადიუსი არის. აჰა. ყვავილიდან აღებულ ნექტარს სანამ სკაში მოვა ახალ გზაში ამუშავებს საფრთხეს. გზაში ესე იგი ყვავილზე ღებულობს ნექტარს და იმის შემდეგ გზაში სანამ მოვა ადგილზე. ამუშავებს სანამ მოვა გზაში ამუშავებს საფრთხეს. იმიტომაც 3 კილომეტრი კაი რადიუსი. ესე იგი აუცილებელი არის რომ იმოძრაოს უნდა. გაიაროს უნდა. და ფუტკარი როგორ მრავლდება? და ფუტკარი ყვეცხლებს და შეგვიძლია რომ დედა ფუტკარი ვნახოთ? აუცილებლად ერთი გავაკეთოთ და ვნახავთ. აჰა. საერთი კითხვა კიდო. თქვენ ამ საქმიანობას დიდი ხანია ამ საქმეზე მუშაობთ თუ ემჩნევა ბევრი ხანია ამ საქმეზე? ამ საქმეზე ბაბუა ჩემიც მუშაობდა, მამა ჩემიც მუშაობდა, მე გადამაბარეს და მე ჩემში მუშაობდა, ჩემში სხვას გადაბარეს და ძალიან კარგი, ესე იგი წინაპრებისგან მოდის. და ეს ძალიან კარგი რომ მისწევთ ამ საქმიანობას. ფუტკარში აბა გითხარით თუ რამე გახსოვთ ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა რამე თუ ყოფილა? რომ ახლა პრაქტიკაში მაგალითად რომ პირველად გენახოთ და აკვირვებული ყოფილიყავით. არა, აკიდან გადმოადი ამას უყურებდა, გასაკვირია არაფერი არ ყოფილა. ესე იგი ყველაფერი იცით ნუ ახლა. ხო. დავიწყეთ? დავერით. აბა ვნახოთ ახლა. ეს აგრილებს კაფეს ფუტკარი ძალიან ფიქრია და ეგრე. ახლა ესე იგი გაჩერებული რომ არის მაგლა ზუზუნებს ფუტკარი. თებით აგრილებს კაფეს ფიქრიანად არის. ესე იგი ძალიან სიცხეში ასე უშუალოდ. აგრილებს კაფე. ვენტილაცია. ვენტილიზაცია გავუგე. თავისით აკეთებს გაგრილებას ესე იგი. ერთი ვნახოთ ეს. ეხლა შვებით. ახლა ვნახოთ გავხსნათ რამ მდგომარეობაში. ხანით გას. ფუტკარი ძალიან იკმინება. კივნეულია თუ კივნეულია, მაგრამ თუ გაბრაზე იკმინება. ძალიან კივნებულია. და აუცილებელი არის ახლა ასე რომ არის ჩარჩოები, მასე უნდა იყოს? ხო. ეხლა ალბათ დედა ფუტკასაც ვნახავთ. ნახავთ ახლა. ესე იგი. ვიღებ ჩარჩოს. მოვძებნოთ დედო ფუტკარი. ახალი კვერცხი ახსნა, აქ უნდა იყოს. რამდენ კვერცხი შეუძლია რომ დადოს ერთ დღეში მაგალითად? დღეში 1000-1500 ამბეს.
1000-1500-მდე შეუვლიათ. და ესე იგი კვერცხი რამდენი დღის შემდეგ შესაძლებელია რომ გამოვიდეს ფუტკარი? 21 დღეს იჩეკება ახალი ფუტკარი. 21 დღეს ახალი ფუტკარი გამოდის. ხო. ნახოთ. აი ეგ უკვე ალბათ ეს არის კვერცხი, ხო, აბა მითხარი. აგერე საფუტკრის კვერცხი, ეს ძველი კვერცხია, ეს ვალე გამოვა, აქ უკვე შეიძლება ახალი კვერცხი, კვერცხი. ეგ არის ძველი კვერცხი. დაახლოებით რამდენი დღის აიქნება მაგი? ეს იქნება დაახლოებით 15 დღისა. 15. და ესე იგი ერთ კვირაში გამოვა მაგი უკვე. ეთი ვნახოთ, ახალი თაფლია ფერწერას. მასე უნდა მივხვდეთ თაფლი აქ ესე იგი ახალი თუ არა. ახალი თაფლი დავსიგულე, კაცის თავს. აქ ჯერ არის. ვერ პოულობ დედოს. ნახავთ, აკელა. აბა ნახოთ ჩვენ შესაძლებელია რომ იყოს დედო ახლა. ეს უკვე კვერცხი. აგის კვერცხი უკვე. ესე იგი ჯერჯერობით დედო არ ჩანს. დედო ფუტკარი. კვერცხს ნახულობთ. და უფრო მარტივად მისახვედრად. არ შეიძლება რომ დედო უფრო ადრე ვიშოვოთ თუ დედო ყველა ნებისმიერ ჩარჩოზე იქნება ნებისმიერ ჩარჩოზე იქნება, მაგრამ გადის კრუქში და კვერცხებს სათხარ თავისუფალ უჯრედს ნახავს იქ კვერცხს. გადადის გადმოდის ყველა რამ. მოძრაობს ესე. ეს კარი კარგად. მას არაფერი აჭირს. ესე იგი ჩვენი შემოწმებით კარგად გამოიყურება. კარგად გამოიყურება. ახლა გადავიდეთ სხვა სკაში. იქ მოვუძებნოთ ამას შეხედვით. არაფერი აჭირს. ყველაფერი კარგად. ესე იგი ამ სკაში დედო ვერ ვიპოვეთ, მაგრამ დედო არის. ვიცით რომ არის. და კარგად არის. ამას არაფერი აჭირს. ამას ახლა ამინდები უნდა და თაფლი შემეიტანოს მას. გასაგები. აქვს. ვახურავთ ისევლე. და გადავდივართ. და შესაძლებელია თუ არა ნებისმიერ ამინჩი რომ მივიდეთ მაგალითად ფუტკართან. შეიძლება ნებისმიერ ახლა გამოსიციებში. უფრო თბილი ამინდები ესე. გადმოვედით მეორე სკასთან. ჩარჩოს გამზადებულს ვაძლევთ ჩვენ რომ დროში მოიგოს რა. დროში ააშენოს. შესაძლებელია თუ არა თავისით რომ ჩამოაშენოს. თავისუფლებას ნახავს. სკაში ჩამოაშენებს. თვითონ ჩამოაშენებს. და ამისათვის ჭირდება ყურადღება რა ჩვენი ყურადღება ჭირდება, აი, ჭირდება.
ახლა აქ მოვძებნოთ დედო ფუტკარი. დედო ფუტკარი. აგერა დედო ფუტკარი. აბა ვნახოთ. აგერე განსხვავებული აგერე, წითელი, გრძელი, მოგრძო და წითელი აგერე. აგერე. ხო. აჰა. ესა დედო ფუტკარი. როგორი ყოფილა გადავიდა მეორე მხარეს. აგერე. ეგ არის დედა ფუტკარი. წითელი და გრძელია. უფრო მოზრდილი არის და წითლებს რა. ხო. გავარკვიეთ, ესე იგი დედა ფუტკარი ვნახეთ. აგერაა დედა ფუტკარი. ესე იგი ყველა ფუტკარი ცნობს. აუცილებლად. იპოვეთ დედა ფუტკარი. მიგზია გამოსა. ახლა უნდა მას აი ამინდები და იგიც საინტერესოა, რომ რა შემთხვევაში და როდის არის ნაყარი რომ გამევიდეს. ახლა ყოველ დღე შეიძლება გამოვიდეს ნაყარი. მხოლოდ ეს უნდა შეივსოს მთლიანად ფუტკარით. ესე იგი, ერთი ყუთი უნდა შეივსოს. შეივსოს კაში რომ ტევადობა არ ექნება, განაწილდება ფუტკარი. მაგის შემდეგ დედო ფუტკარი გამოყვება თუ დარჩება შიგნით? ერთი რჩება, ერთი გამოყვება. ახლა ერთი რო არის კაში? ეს ნაყარს არის ზომის. აი ესე იგი ახალს გამეიყვანს კიდო, ესე გამოდის. გამეიყვანს ახალ ერთ დედო ფუტკარს და ახლა მაი გამოუშვებს ნაყარს. აი რო დავაფინეთ ახლა მაი რა არის? ესა ბალიშია. ეს ზაფხულში წივდება და ზამთარში არც სიცივეს უშვებს, არც სითხოს უშვებს. ტემპერატურას იცავს. ხო. ძალიან კარგი. ჩვენი შემოწმებით მეორეს კაცს კარგად გამოიყურებ. ერთი სართული მოადგა ახლა მე. მოვალე. კარგი. ჩვენი მეფუტკრეთ გაიარა. მოდის ჩვენი მეფუტკრე მოიტანა ყუთი. ესე იგი ამით რას ვაკეთებთ? ეს უნდა ფუტკარი უკვე გავსვა. ეგ უკვე შევსილია, უნდა მოადგას საფრთხე და შეიტანოს თაფლი. და რატო განსხვავებულია და უფრო პატარაა მაგი? არის ასე პატარები, არის დიდვარი ლამპები და მიცეულობა. ესე იგი მოვდივართ, შემდეგ გას ნახულობთ. ჟამკაცი უკვე ხო? შინაგანოს ხალხს მეუტანო ერთი ჟამკაცი თან და თანხმობის მოაგვია. ძალიან მოხერხებული მეფუტკრე გვყავს. უჩქარობ ცოტა ნელა.
აქედან რაც გახედავ ჭარნალია, ჩვენი სოფელია რა. ჩვენი სოფელია. სამ მაგარი კუთხე გაქვთ. ლამაზი სოფელი ხარია. ვაძლევთ ბოლს. ეს გაითხოვს. სართული უნდა დავადოთ, რომ ფუტკარი, ესე იგი, აი გულისხმობს იმას, რომ ნაყარი არ ქნას. ნაყარი არ ქნას, გააკეთებს თაფს. მოვიტანეთ გამზადებული ჩარჩო. ვუდებთ. 3-4 ჩარჩოს შიგნით. შემდეგ ვადებთ სართულს. ფუტკარმა მეითხოვა სავსეა. 12 რამკაზე გასული ფუტკარი. ხო. ავა. ნაყარს აიზამს გააკეთებს თაფს. რომ იმუშაოს თაფს. საშუალებას ნახავს ავაზე და ნაყარს არ გააკეთებს, არ იმას. ესე ასე დავხურეს. ეს ნახოთ, იქეთ ითხოვს კიდევ ერთის გასაფრთხილს. ახლა გადავდივარ შემდეგ. ახლა რას ვაკეთებთ? საბოლოო არ ჩაქრის. აუცილებელია ესე იგი. ახლა ნახოთ ახლა ეს გაითხოვს სტატუსი. ნახოთ აბა რომ აბა ვნახოთ. ესე იგი მოვედით შემდეგ ხასთან. მივდივართ სართულის მოსატანად. ბატონმა ანზორმა მოიტანა სართული. დავადგით. ჩვენი შემოწმებით. კარგად გამოიყურება. ვახურავთ სახურავს. ეგეც ასე. და ამ შენობაში რას ვიჯებით? მეფუტკრეობისათვის განკუთვნილ ინვენტარს. აბა ვნახოთ.
მიზანით. ძალიან მაგარია. არის ესე იგი, აი. არის ციბრული. და მაგის საშუალებით არის სახელია ჩააწყო ფრანგებს დააბრუნებ და ვეცნები. აბა ვნახოთ. შემდეგ. აი ისევ სართულის კისა. დალეშები. ვალეში. და აგერ არის ეს ძველი ნაკეთობა ემჩნევა. ეს არის გიდელი. მაგარი რომ გამოვა. მაგაში ჩაყვრით პირველად. ხო, ჩამოვიდა. ჩაყრი ამაში ნაკარს. ვიდრე ჩაიგავს გაში. ესე იგი. მომარტივეთ სამუშაოს. ესენია გამზადებული ჩაწერილი. ესე იგი, ჩვენი შემოწმებით, ჩვენი მუშაობით ფუტკარში ბატონმა ანზორმა აგერბაძემ არის უკვე რამდენი წლის მეფუტკრებს დანდებით თქვენ თვითონ? 50 წლისაوي. ესე იგი, აღმოვიდა და მეფუტკრებას ვიძებთ. ჩვენი ჯიში, ჩვენი ჯილაგი, ჩვენი უნაპარი და ჩვენს მიზნები. თავისი ცხოვრება მეფუტკრებას მისდევს. ძალიან მოგვეწონა. სიცხე ფუტკარს უხარია ახლა ჩვენი შემოწმებით თუ უარესი არის? ესე იგი სიცხეები უნჭირდა. დღევანდელი სამუშაო დასრულებულია ფუტკარში. ყოველდღიურად ჭირდება, ესე იგი რომ მოვიდეთ და კონტროლი გადახება. ნახოთ. ყოველ მეორე დღეს ჭირდება რომ ნახოთ. რა პრობლემაა? რა საჭიროებს ესე იგი. ერთხელ კიდევ დავაფიქსიროთ. ჩვენმა მეფუტკრემ როგორც მოგვიყვა, საინტერესო იყო ყველაფერი. გემშვიდობებით. მადლობთ რომ დაგვითმეთ დრო. აგარც ვანდებოდეთ. შევხვდებით კიდევ. ჯობა არა სახება. ეხლა ჩამოვედით. თიბავთ ბალახს. ჩვენმა მეფუტკრემ ბრძანა ფუტკრის შემდეგ თავისუფალ დროს უქმოთ არ ხარჯავს.
დაკავებულია თავისი საქმეებით. აი ნარგავები რომ არის აქ აი თხილი არის ალბათ. ხილია. ხილებია. აი რაც ვხედავ თხილებია. აგერ ბალია, აგერ ვაშლი, ეს ხილებია. ესე იგი შეგვიძლია არა მარტო თაფლი, სხვა ხილიც ვიხილოთ, რადგან არის ბევრნაირი დაწყებული თხილიდან. ყველა სახეობის ხილი გაქვთ არა? 5 სახეობის ხილია. 5 სახეობის თხილი არის. ვაშლი გვაქვს? სალი, ვაშლი, მუშმულა, კარალიოკი, გუბრა, კლიავი, ყველანაირი ხილი არის. ხურმა გვაქვს, მუშმულა, ლეღვი. მრავალი სახეობა არის. გვაქვს ასევე ციტრუსი. ნარგავებში ვასუფთებთ. აგერ ეს არის. კივი. სადამყრილი კივი. მივედით. ციტრონების ხავს. აგერ ეს ყვავილი აგერ. ვნახოთ. გაშლილი არ არის, რა? მალე შეიძლება თვითონ ესენი ყვავილია. აი ყვავილებია. ესენი ყვავილებია ხო აგერ. აგერ. ძალიან საინტერესო არის. ეს ალუბალი. ბალიც უკვე ყვავილი აქვს. უკვე იყო ყვავილობა. კივთან განსხვავებით. შემდეგ აგერ არის. ეს ლეღვი. მივდივართ შავი ლეღვია, შავ ლეღვს უძახიან. ლეღვთან. ესა ალბათ ლეღვისთვის ადრე არის ჯერ. ჯერ არა, ესე არა. აგერ არის ატამი. ატამი ვნახოთ აბა. ნაყოფია. სამხელებია უკვე ატამი. დაახლოებით 1-2 თვეში მოსული იქნება ალბათ. აია. ნახეთ. ესა ეხლა კარალიოკი. კარალიოკის ხესთანაც მივედით. ესენი ნაყოფია აგერ. ალბათ აი ნაყოფ დაძლევს უკვე. კარალიოკის. აგერ. შემდეგ გადავდივართ. ამ ეს ძიზე ორი ჯიშის ხალია დამყნილი. ეს არის აგერ ეს აქეთ აკუთხე არის გულაბის ხალი. მეორე მხარე ემჩნევა. ო, გულაბის ხალზე დამყნილია. ამას ქვია ამ ხალს რაღაცას უძახიან. და უკვე ციტრონების ხალს. როგორც ჩანს ნაყოფიც აქვს. აგერ ეს ნაყოფია. ნაყოფიც აქვს, ხედავთ უკვე. და თანაც საკმაოდ ასხია.
ამის შემდეგ ნახულობთ ისევლე თხილს. თხილიც ნაყოფში არის უკვე. ნაყოფი კავი ნაყოფი. პანუიჯის ვაშლია. ახალი ნარგავი არის ეს უკვე იმისათვის პატარა რომ ჯერ ნაყოფი მოგცეს. მაგრამ გადავდივართ. აი განსხვავებული ბარბარესი, აი უკვე თანამედროვე ხილია ემჩნევა რაღაც ახალი. უკვე ახალად აგერე ნაყოფია გაწევილი. აგერე შენ ნაყოფია უკვე, აგერე. ახალად აქვს უკვე. აი როგორც ჩანს ნაგვიანები ხილია. ბარბარეს. ამის გამოდის ძალიან კარგი. ბარბარეს. გავიდლო კომპოტი. ესე იგი ვამზადებთ ბარბარესისგან კომპოტს. ძალიან კარგი ხილია. კეთდება. ავიდლა. გვაქვს ასევე ყავის ნარგავები. გვაქვს ამასთან ერთად ყემალი. მივდივართ ყავის ნარგავთან. აგერე ნაყოფი. ნახეთ უკვე ნაყოფიც ქონია. და თანაც საკმაოდ ასხია. არის აი ნარგავები დაახლოებით 7-8 წლის თუ უფრო მეტი. ახალი ნარგავებია. ლობიო ჩვენი გამწირებელი. მივდივართ ბოსნეულანდი. ჩვენი გამწირებელი ლობიო. აი არის ლობიო. და ამ ყველაფერს ბატონო ანზორ თქვენი მუშაობით სრულდება აი ყველაფერი არა? შრომობთ რა, შრომელი ხალხი, გლეხი ხალხი საქმეა ასეთი, შრომა და შრომა. ძალიან კარგი. გვაქვს ასევე თავისუფალი მიწები, რომელსაც ვიყენიებთ სასიმინდეთ. და სხვადასხვა კიტრის მოსავალსაც ველოდები და ესე იგი გვაქვს კიტრის ნარგავები. გვაქვს გაკეთებული რიადში. ეს ჯერ იმისათვის ნაყოფი რომ მოგცეს ძალიან პატარებია. ჭირდება გარკვეული ხანი. აგერ ეს ლობიოს მოსავალი. ამ გენზე ესე იგი უშვებთ ლობიოს. ხო, გახსოვდა. ჭიმავ თელს. ამასთან ერთად ბატონი ანზორი თავისუფალ დროს იმისათვის ყოფს რომ სპორტით
შეიქციოს თავი. აქვს სტადიონი. ძალიან კარგი იყო. ესე იგი უმარგლავთ ახლა. ხო, ბალახინა ვან თავისუფლად, რომ ბალახმა არ შეჭამოს. ტრის. ბალახს მოცილებთ. ახლა ვუყურებთ კიტრის ნარგავებს. ალბათ სარეველა ბალახებიდან. რამდენი ხანი ჭირდება მაგას, რომ მოგწეს ნაყოფი? ერთი თვე უნდა. უკვე ერთ თვეში. ერთ თვეში. ასევე მივდივართ ფუტკართან, რადგან მას თან წინ ახლოს ეს არის უებარი მტერი. უებარი მტერი, რომელსაც შემოაქვს ჯამრთელობისთვის უმაღლესი, რაც ჯამრთელობას ეკუთვნის ისეთი ნაწარმი, რომელსაც ქვია თაფლი, სანთელი, დინდგელი, ფუტკის რძე. ძალიან შვენიერი რამ არის მტერი, ზღარი. ღმერთიდან მოცემული, ღმერთის მოცემული არის. ამის ნაწარმით ადამიანი ეიკონოს. აქვს ერთი შესასვლელი. ეს შესასვლელი საფრენი. შედის. აუცილებელი არის, რომ კონდეს საფრენი. აგერა თეფს იქნევს ამას უყურეს, აგრილებს კასე. სიცხეა დღეს ნამეტარი და ამით აგრილებს კასე, ამით უყურე აგერა. როგორ იქნევებს? აგერა ახლა უკვე ფუტკარი. აგრილებს გაში მყოფ თანმხლებ ფუტკარს ასევე. არაფერი არ უნდა ეფაროს წინ, საიდანაც ფუტკარი შედის. აგერ დააკვირდით აბა. ეს აბა ერთი წუთი. ვიდეოს. ყვითელი აქვს ფეხებზე ფუტკარს დაწყობილი. მაგი რა არის ახლა? ეს აგერა შევიდა.
აგერ ნახეთ. ეს არის ჭიო, ამას ქვია ჭიო. ზილავს თაფში და აკონსერვებს. ეს არის უებარი წამალი, ფუტკრის ჭიო. ეს არის სისხლის გათეთრების საწინააღმდეგო რამე. ძალიან დიდი რამე არის, ძალიან უებარი რამე არის ეს ფუტკრის ჭიო. და თვითონ ფუტკარი რაში გამოიყენებს? ჭამს ამას თაფში ზილავს, აკონსერვებს და ჭამს. თვითონ იკვებება. თაფლი ფუტკრის ჭიო. ესე იგი აგერ. ამას ქვია ფუტკრის ჭიო. ხო. ნახეთ. აგერ. ძალიან საინტერესო იყო აგით. და ამ ყველაფერს ასე განსხვავებით აკეთებს მხოლოდ ფუტკარი. მოაქვს თაფლი, ჭიო. ასევე დინდგელი. ნახეთ. ჭიოიანი ფუტკარი მევიდა. კარგად დატვირთულია ემჩნევა. ხო. როგორ ჩვენ ოპერატორს გაუჩერდა. ეხლა კიდევ ჩვენ კადრში ვხედავთ პირდაპირ. ეს მწარია, მაგრამ უუზრუნოს მომსავალი აქვს. ესე იგი ფუტკარს სჭირდება ძალიან მოპყრობა. რომ არ გაღიზიანდეს იგი. საბოლებელი კიდო ანთია. ვუყურებთ ნარგავებს, აი არის ცაცხვის ხეები. არის დაახლოებით ალბათ 1-30 წლის.